დიდი მადლობა, ია მეორმიშვილი, Cypher Brief-ის უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი გახლავთ ჩვენთან ერთად დღეს. დიდი მადლობა ია შენი დროისთვის. მოდი გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. Რა თქმა უნდა, საინტერესო არის ხედვა ვაშინგტონიდან, როგორი არის, ასე ვთქვათ, ის საგარეო პოლიტიკის კუთხეები, რომელზეც განაცხადა და არ განაცხადა ახალმა ადმინისტრაციამ. ის რაც ყველამ ერთად მოვისმინეთ და რა არის, ასე ვთქვათ, ფარდის მიღმა კიდევ. ფარდის მიღმა რა არის არ ვიცით არც ჩვენ და ეჭვი მაქვს რომ თავად ადმინისტრაციამაც ამ ეტაპზე შესაძლოა ბევრი რაღაცა არ იცოდეს და არ ქონდეს ესე კარგად გამოკვეთილი შტრიხები გამომდინარე იქიდან რომ ჯერ ისევ იმდენი პროცესი მიმდინარეობს მსოფლიოში რეაგირების გაკეთებაც მოუწევს ალბათ ადმინისტრაციას და შესაბამისად ვფიქრობ, რომ რაღაცა მიმართულებებით პოლიტიკა ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ არ არის. ასევე განსაზღვრავს პოლიტიკას ის თუ ვინ დამტკიცდება საბოლოო ჯამში ზოგიერთ წამყვან თანამდებობაზე და ამ ადამიანებსაც ექნებათ, რა თქმა უნდა, საკუთარი ხედვა და საკუთარი რაღაცა წამყვანი როლი ამ ყველაფერში. ასე ფარდის მიღმა რა არის, უნდა დავალოდოთ და ვნახოთ. ის რაც ვიცით არის ის რომ პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა უძლიერესი მანდატით შეერთებულ შტატებში მან მოიპოვა უმრავლესობა როგორც საარჩევნო კოლეგიის ხმების ასევე მოიპოვა ხალხის ესეთი ზოგადი ხმების უმრავლესობაც რაც მისთვის არის მიმანიშნებელი იმის რომ მისი პოლიტიკათვის განცხადებების დაპირებები რაც მან დადო წინასაარჩევნოდ ხალხს უნდა რომ ეს შესრულდეს. ზოგიერთი დაპირება რა იყო? ის რომ შეერთებული შტატების სიძლიერე აღდგებოდა, ის რომ შეერთებულ შტატების მიმართ ნდობა და პატივისცემა დაბრუნდებოდა და რომ შეერთებული შტატები უკან მოიზიდავდა იმ საწარმო, ესე ვთქვათ, ძალას, რომელიც აი წლების განმავლობაში გაიფანტა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთშიც და ზოგ შემთხვევაში ევროპაში. ან ვაჭრობის მხრივ არის მოსალოდნელი ის, რომ სავარაუდოდ იქნება ტარიფები ძალიან მძიმე ზოგიერთ ქვეყანაზე. ესეც მოლაპარაკების საგანია და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ არის კარგად გამოკვეთილი ის თუ რა იქნება ეს ტარიფები. იქნება ესეთი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის მიმართ, რომლის ქოგის ქვეშაც ვფიქრობ ისრაელი უფრო მეტად იქნება დაცული და მხარდაჭერილი შეერთებული შტატების მიმართ და უკრაინასთან დაკავშირებით ვფიქრობ რომ რაღაცა ფორმის ცხელი ომის შეწყვეტის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს ამ მიმდინარე წელს სავარაუდოდ ალბათ ზაფხულამდე. მოდი დავიწყოთ ახლო აღმოსავლეთით, იქ უკვე არის, ასე ვთქვათ, პირველი სამშვიდობო მოლაპარაკებები, ანუ მძევლების გათავისუფლება, ესეც ალბათ, ასე ვთქვათ, ინაუგურაციისთვის, ასე ვთქვათ, აჩუქეს, ხო, ახალ ადმინისტრაციას. რაც შეეხება ამაზე უკრაინას, ხშირად დიახ, აი, მანდ მაინტერესებს ერთი 100 დღის ვადა აქვს მიცემული ახალ სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც გადამდგარი გენერალია, ხო? ანუ სამხედრო პირი, რომელსაც თავის სამხედრო ხედვა აქვს, ასე ვთქვათ რა. აი, მანდ რა მოლოდინებია, რა ხო არ შეგიძლია უფრო მეტი გაგვიზიარო? ის რომ ჯერ ვიტყვი იმას რომ ძალიან კარგია ის რომ ახლავს საუბრობთ 100 დღეზე და ეს აღარ არის 24 საათი ან ერთი დღე როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში რომ ერთ დღეში დაამთავრებდა ამ ომს როგორც ჩანს კონსულტაციების საფუძველზე მიიღო გუნდმა გადაწყვეტილება რომ ერთი დღე რა თქმა უნდა არ არის საკმარისი ვადა ომის შესაჩერებლად და ასევე ისიც ცხადია რომ ეს იყო მხოლოდ რაღაცა ეს წინა საარჩევნოდ გაკეთებული მხარდამჭერების მობილიზების მიზნით გაკეთებული განცხადება ტრამპის მხრიდან. 100 დღე საბოლოო ჯამში ფასდება როგორც ამბიციური გეგმა, მაგრამ არა წარმოუდგენელი.
მოლოდინი იმისა, რომ იქნება რაღაცა ფორმის კომუნიკაცია პუტინთან არსებობს, ეს თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმაც თქვა და დაადასტურა იმ თავის პირველ პრესკონფერენციაზე, რომ ის არ გამორიცხავს, რომ დაელაპარაკება პრეზიდენტ პუტინს. მან ასევე ესე უკრაინაში მიწვევაზე იყო საუბარი მედიაში და ჩავა თუ არა უკრაინაში და მან არც კითხვა და არც არა ამაზე, ყოველ შემთხვევაში არ ვიცით არც მისი და არც მისი გუნდის პასუხი ამაზე, მაგრამ არც ეს არის გამორიცხული, რომ კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, იქნება უკრაინის მთავრობასთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან, მაგრამ არ არის გამორიცხული ის, რომ ის უკრაინაში ჩავიდეს. უნდა შევხედოთ, ვნახოთ, ეს სავარაუდოდ მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა რაღაცა ფორმის შეთანხმებაზე იქნება ხელმოწერა, რაღაცა დიდი უნდა მოხდეს ამისთვის. მაგრამ ნუ მოლოდინი არსებობს მაინც. თავად გეგმას რაც შეეხება, ყველა ვისაც ამ თემაზე შეუძლია საუბარი და რაღაცა იცის ამაზე, ამბობს, რომ უკრაინა მზად არის იმისთვის, რომ ომი დამთავრდეს, მაგრამ რუსეთი არ არის ამისთვის მზად. და პრეზიდენტ ტრამპის ყველაზე დიდი გამოწვევა სინამდვილეში ეგ იქნება, რომ რამენაირად დაიყოლიოს, დაარწმუნოს ან რაღაცა შეკავების მეთოდის გამოყენებით პუტინს აფიქრებინოს ის, რომ ამ ომის გაგრძელება მისთვის მხოლოდ და მხოლოდ დამანგრეველი იქნება. და აი ამას უნდა დავალოდოთ და ვნახოთ. ერთი რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ გააკეთა ბოლო ფაქტიურად ბოლო რამდენიმე საათის თუ კვირის განმავლობაში იყო ის, რომ რუსეთს დაუწესა ძალიან მკაცრი სანქციები, რომლებსაც დიდი ხანია ითხოვდნენ როგორც უკრაინელები, ასევე შეერთებულ შტატებში ის ადამიანები, ვისაც რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლის განხორციელება უნდოდა და ეს სანქციები უკვე ამოქმედდა. ამას შედის რუსეთის ენერგო ინდუსტრია მთლიანად. სავარაუდოდ პრეზიდენტი ტრამპი დატოვებს ამ შეზღუდვებს და ამ სანქციებს, არ მოხსნის მათ და არის ასევე მოლოდინი, რომ ამ სანქციების მოხსნას გამოიყენებს ის რაღაცა ფორმით მოლაპარაკების საწარმოებლად რუსეთთან. ანუ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით და ჯერ სულ რამდენი დღეა, 2 დღეა, რაც ადმინისტრაციამ მუშაობა დაიწყო და რაღაც სამწუხაროდ ვიმეორებ ამას ხშირად, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, აი რა ფორმას მიიღებს ის განცხადებები და ის პოლიტიკა, რომელიც აქამდე ასე თუ ისე რაღაცა მინიშნებები გვაქვს. ია, შენ ბევრი წელია თვალსადევნებ საერთაშორისო მოვლენებს და განსაკუთრებით ახლა პირველივე დღიდან ცხადია, პირველივე წუთიდან თვალსადევნებ უკრაინაში რუსეთის ამ აგრესიას და შეჭრას. როგორ ფიქრობ, ან რა მოსაზრებები მუსირებს, ასე ვთქვათ, რა პირობებით, რა პირობებზე შესაძლოა შეჩერდეს ეს სისხლისღვრა, ეს ომი, ვინ სად დაიხიოს და რანაირად განვითარდეს მერე უკვე, ასე ვთქვათ, რა მშვიდობაზე როგორ უნდა იყოს საუბარი. გიორგი, თქვენ ახსენეთ გენერალი კით კელოგი, რომელიც იქნება პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან და უკრაინასთან. მან თავდაპირველად რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა მისი ხედვა უკრაინასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ისე აღიქმა ეს მისი ხედვა, რომ მას სურდა უკრაინას დაეთმო იქნებოდა ეს ტერიტორიები და შესაბამისად რაღაცა ტერიტორიული სუვერენიტეტი. ახლა ეს ამაზე იმდენად აღარ არის საუბარი, რომ უკრაინამ ეს უნდა დათმოს. თუმცა არის საუბარი იმაზე, რა ფორმით უნდა მოხდეს ზოგიერთი აი ამ რეგიონის რუსეთის მიერ ეს 4 ფაქტობრივად ანექსირებული ტერიტორიის უკრაინის სუვერენიტეტის ქვეშ დატოვება და ერთ-ერთი გამოსავალი, რომელზეც საუბრობენ, არის რაღაცა ფორმით ევროპული ჯარების განლაგება ამ ტერიტორიაზე. ის შესაძლოა ეს იყოს რაღაცა მშვიდობის მყოფელი მისია, შეიძლება ეს იყოს უბრალოდ რაღაცა კონტინგენტის განთავსება, რომლებსაც ექნება შეერთებული შტატებისგან რაღაცა ფორმის უსაფრთხოების გარანტია. არის ასევე საუბარი იმაზე, რომ ხომ არ გაიგზავნება აქ, თქვათ, კარგი იქნებოდა, რომ გაიგზავნოს რაღაცა ამერიკული კონტინგენტი, რაც მე არ მგონია, რომ იყოს ესეთი რეალისტური ფაქტორი ტრამპისთვის შესათავაზებლად. პირიქით ის ამბობს, რომ ყველგან ომის დამთავრება უნდა და შეერთებული შტატების ჯარის გაგზავნა ან
რაღაცა სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა საბრძოლო ზონაში შეიძლება არ ემთხოვდეს მის ამ დიახ, აი ახლა და ცელებებს. გამოქვეყნდა, რომ ათასობით ჯარისკაცი სამხრეთ მიმართულებით, ანუ მექსიკის საზღვართან გადასროლის ბრძანება გამოიცაო. აა ხო ეს მან საინაუგურაციო ინაუგურაციის დღესაც კი განაცხადა მან ეს რომ ამას გააკეთებდა საინაუგურაციოში სიტყვაშიც ახსენა მგონი ეს და მოკლედ ამ უკრაინასთან დაკავშირებით განსაკუთრებით დონბასია ლაპარაკი აღმოსავლეთ უკრაინაზე სადაც არის მოსაზრება რომ შესაძლოა გაიგზავნოს რაღაცა ფორმის ევროპული სამშვიდობო მისია რომელიც მოახდენს რეგიონის თუ ამ აღმოსავლეთ ევროპის უკრაინის ამ კონკრეტული რეგიონის დემილიტარიზაციას ისე რომ არ კონდეს მასე გავლენა არც თუ მართვის საშუალება არ კონდეს არც რუსეთს და უკრაინამაც არ დათმოს ეს ტერიტორიები არის ასევე საუბარი იმაზე არ აღიარების პოლიტიკაზე რომ არავინ არ უღიარებია ეს ანექსია ამ რეგიონების და ეს პოლიტიკა გაგრძელდეს ისევ და ასევე არის საუბარი იმაზე რომ უკრაინამ რაღაცა პერიოდის განმავლობაში უარი თქვას ნატოში ინტეგრაციაზე. ეს ძალიან ისეთი სადაო და ისეთი თემა გრძნობიარე საკმაოდ გამომდინარე იქიდან რომ რაღაც საუბარი არის იმაზე რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის სავარაუდოდ რაღაცა დრო დასჭირდება მით უმეტეს ომის დამთავრების შემდეგ იმისთვის რომ რაღაცა დემოკრატიული პროცესები ეკონომიკური სიძლიერე ისევ დაუბრუნდეს ქვეყანას და ზოგიერთი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი იმას ამბობს რომ ყველამ ვიცით რომ ეს შესაძლოა მალე არ მოხდეს და ამიტომ რატომ გქონდეს ეს როგორც მოლაპარაკების ესეთი გაჭედვის ფაქტორად. თუმცა არის ასევე მეორე მხარე რომელიც ამბობს რომ ნატოში გაწევრიანების გარეშე წარმოუდგენელია უკრაინაში გქონდეს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა და მხოლოდ ნატო არის ის გარანტია რომელიც არა მხოლოდ უკრაინას არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპას დაიცავს რუსეთის მომდევნო სავარაუდო აგრესიისგან. ასე რომ ამასაც კიდევ ერთხელ წუხარ რომ ასე ვამბობ, მაგრამ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ სინამდვილეში ეს პირველი 100 დღე როგორ ჩაევლოს პრეზიდენტ ტრამპის. აველოდოთ აუცილებლად და უნდა გკითხო ნატოსთან მიმართებაში როგორი არის ახალი ადმინისტრაციის ხედვა, გვახსოვს ჩვენ წინა ვადის პერიოდში გაბრაზება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან 2%-ზე საუბარი მთლიანი შიდა პროდუქტის ხარჯვისა უსაფრთხოების და თავდაცვის ძალებზე, ახლა 5%-ზე არის უკვე საუბარი. როგორ ხედავს ეს ახალი ადმინისტრაციის უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, მიმართულების სპეციალისტები თვითონ ამ ევროპულ უსაფრთხოებას ნატოს როგორ ხედავენ ამ ორგანიზაციას, რომ ამდენი წლის შემდეგ როგორ შეიძლება ესე იგი მისი განვითარება იყოს და არის თუ არა ისევ ის ორგანიზაცია, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეზე უსაფრთხოების პასუხისგებელია. ნატოს მნიშვნელობაზე ცალმხრივია შეხედულება, რომ ნატო უკიდურესად მნიშვნელოვანი ალიანსია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი მიმდინარეობს, ცხელი ომი მიმდინარეობს. ნატო პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის დროს მხოლოდ 3 ქვეყანა იყო, რომელიც 2%-ს იხდიდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2% საკუთარ თავდაცვაზე და მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ტრამპმა რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ვთქვათ, ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლის რაღაცა სიძლიერე იმ შემთხვევაში თუ ევროპელები თვითონ არ იხდიდნენ საკმარისად საკუთარი თავდაცვისთვის თანხას. ამის შემდეგ დაიწყო და ასევე დაიწყო პრეზიდენტმა ტრამპმა მოთხოვნა იმისა, რომ 2%-ზე ასულიყო ეს დანახარჯები. დღეს უკვე საუბრობთ 2017 წლიდან დაწყებული, ხო დღეს უკვე
თუ არ ვწდები გადასამოწმებელი მაქვს ეს რიცხვი, მაგრამ თუ არ ვწდები 23-ზე მეტი ქვეყანაა უკვე, რომელიც იხდის 2%-ზე მეტს. ანუ ეს ვსაუბრობ ჩვენ მილიარდობით დოლარზე, რომელიც აქამდე არ იხარჯებოდა ევროპელების მიერ და ეხლა იხარჯება საკუთარ თავდაცვაზე ისევ. თვითონ ევროპელებიც საუბრობენ იმაზე, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ეხლა, რომ გააქტიურდნენ და უფრო მეტი გააკეთონ საკუთარი თავდაცვისთვის. და ამას რა თქმა უნდა ეს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები ძალიან ეხმარება ევროპაში ამ ნარატივების ფეხის მოკიდებას, ასე რომ ვთქვათ. მოლოდინი იმისა, რომ გაიზრდება ხარჯები ნატოს წევრი მოკავშირეების მხრიდან თავდაცვაზე არის და ეს ძალიან რეალისტურია ეს მოლოდინები, თუმცა ეს იქნება 5% თუ იქნება 3 თუ 3.5, ეს უნდა ვნახოთ. არის მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამბობს 5%-ს ამბობს, იმიტომ რომ ითხოვს მაქსიმუმს და შესაძლოა რომ რაღაცა მისი დაყოლება მოხერხდეს მოლაპარაკებების პროცესში უფრო ნაკლებ პროცენტულობაზე. 5% საკმაოდ დიდი მოთხოვნა ქვეყნების მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ ვერ აიღებ და ერთ თანხას ვერ მოაჭრი აქედან და აქეთ ვერ ჩადებ, გამომდინარე მით უმეტეს დემოკრატიულ საზოგადოებებში, სადაც რაღაცა სხვანაირად განკარგვა, სხვანაირად ხდება ბიუჯეტის. მათ სჭირდება დემოკრატია, სჭირდება ძლიერი უსაფრთხოება და მაგის გარდა. ძლიერი, რა თქმა უნდა. და ამაზე მე ყოველ შემთხვევაში რასაც ვაკვირდები და რაც ძალიან მომწონს პირადად, ის არის, რომ ევროპელებმა დაიწყეს აქტიურად საუბარი იმაზე, რომ უფრო მეტი უნდა გააკეთონ საკუთარ თავდაცვაზე და ის მანდატი, რაც დასაწყისში ვახსენეთ, რომლითაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა, ამ ერთ-ერთი ესეთი ძალიან ხმაურიანად ყოველთვის რასაც ამბობდა ხოლმე იყო ის, რომ შეერთებული შტატებით ბევრი სარგებლობს, რომ შეერთებულ შტატებს ბევრი ბოროტად იყენებს, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობებში, იქნება ეს, რა ვიცი, საწარმო ურთიერთობებში თუ თავდაცვაში და ის რაღაცნაირად თითქოს გაუმაგრდა ზურგი პრეზიდენტ ტრამპს, მიუხედავად იმისა, რომ ის პოზიციონირება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ახლა უკვე თითქოს მეტი ძალა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერის შემდეგ ევროპელებს მოსთხოვოს უფრო მეტი. და რეალისტურადაც რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, თითოეულმა ქვეყანამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, როგორც თქვენ თქვით, გიორგი, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს. და დავალოდოთ და ვნახოთ, მე მაქვს მოლოდინი იმის, რომ ნატოს წევრები გაზრდიან აი ამ თავდაცვას. ხარჯებს. საკითხო ვიცი თქვენი დროის სიმჭიდროვის საკითხი და აუცილებლად შავ ზღვასთან დაკავშირებით მექნება კითხვა, რომ როგორ აღიქმება შავი ზღვის რეგიონი და მთლიანი შავი ზღვის უსაფრთხოება. უკრაინასთან ერთად ცხადია, იმიტომ რომ უკრაინაში ეს ომის აქტიური ფაზა მიმდინარეობს, ცხელი ფაზა, თუმცა 100 დღის შემდეგ იქნება 100 დღემდე იქნება თუ მერე, ყოველ შემთხვევაში ეს ცხელი ფაზა გაჩერდება, ხო და იქნება საუბარი რაღაც ახალ მოწყობაზე, ახალ ხედვაზე და ცხადია აქ საქართველოს საკითხიც დგება დღის წესრიგში. აი რა შეგიძლია გითხრა ამასთან დაკავშირებით, როგორია ხედვა ამ შავ ზღვასთან დაკავშირებით? შავ ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს ქვეყნებისთვის და ნატოს უსაფრთხოებისთვის. თურქეთი მოგეხსენებათ ნატოს წევრი, ასევე ბულგარეთი, რუმინეთი. უკრაინა და საქართველო არ არიან, რა თქმა უნდა, ნატოს წევრები, მაგრამ თვითონ რეგიონი თვითონ არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ შავ ზღვის აუზი ზოგადად არის ძალიან მნიშვნელოვანი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გამაგრების და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ ნატო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს შავ ზღვას. თურქეთი არის ერთგვარი რაღაცა გეითკიპერი, როგორ თქვა, ესეთი კარიბჭის მცველი, ხო, შავ ზღვაში და საკმაოდ ისეთი საინტერესოდ პოზიციონირებს თურქეთი ამ ბოლო განსაკუთრებით 3 წლის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. შეერთებული შტატებისთვის შავი ზღვა, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და არის მნიშვნელოვანი შავი ზღვის
რომ თქვათ ასე დამოუკიდებლობა ჩინური და რუსული გავლენებისგან. რუსეთს აქვს, რა თქმა უნდა, სანაპირო ზოლი და აქვს ბაზები შავ ზღვაზე, თუ სამხედრო ყოფნა შავ ზღვაზე და ეს ალბათ ასეც დარჩება, ამას ვერ შევცვლით. თუმცა ჩინეთს ახლა არ აქვს, იქ ვერ პოზიციონირებს ჩინეთი და ნუ საფრთხე ის არის საქართველოს ჭრილში რომ შევხედოთ ამას, საფრთხე საქართველოსთვის არის ის რომ არ გაქრეს აი ამ ინტერესის სფეროდან ან რაღაცნაირად არასწორ მხარეს არ მოხდეს მაშინ, როდესაც შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე იქნება შეერთებული შტატებისთვის ლაპარაკი და ამაში გულისხმობ ჩინეთს, რა თქმა უნდა. თუ იმ შემთხვევაში, თუ ჯერ ბოლომდე არ ვიცით მაინც ვინ ააშენებს საბოლოო ჯამში ანაკლის პორტს, საუბარი რა თქმა უნდა არის იმაზე, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული კომპანია 59%-ს მიიღებს ამ პორტისას და ასევე ააშენებს პორტს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ამ პორტის აშენებით ჩინეთს პირველი ესეთი საშუალება მიეცემა, რომ შევიდეს შავ ზღვაში. ამ ეტაპზე ჩინეთს პორტი არ აქვს შავ ზღვაზე და ამ მხრივ საქართველოსთვის ვფიქრობ ძალიან ესეთი რთული გეოპოლიტიკურად ესეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება ეს თუ რაღაც პოზიციონირება ძალიან რთული პერიოდი დადგება. ვფიქრობ რომ ჩინეთის შემოყვანა შავ ზღვაში შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციისთვის იყოს აბსოლუტურად მიუღებელი რამ. და ამ მხრივ გულისხმობდი თქვენ კითხვას ძალიან დიდი თემაა ზოგადად შავი ზღვის უსაფრთხოება და მე ვთქვათ აი ამ კუთხით წავიყვანდი რომ საქართველოსთვის ჩინეთთან დაკავშირება შავი ზღვის და შესაბამისად ჩინეთისთვის ამ თავისი ერთი გზა, ერთი სარტყელის თუ ბელთ მის რა ქვია, სარტყელისა და გზის პროექტში ასე მონაწილეობა, ვფიქრობ საქართველოს არ აყენებს იმ მხარეს, რომელიც იქნება მისაღები ტრამპის ადმინისტრაციისთვის. კეთილი, ია, უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის, ია მეორმიშვილი გახდეთ ჩვენთან ერთად, მადლობა მას. მადლობა თქვენ.